ღამის თოვლების ნახევარია, ყავა უნდა დავლიო. ძალიან მაცხელა და ამ სიცხეში რაღაც მიდეს ყავა, არ ვიცი. და იდეაში რა საჭიროა ასე გვიან ყავის დალევა. აიმე, დავიწვი დედას გეფიცებით. არის ბანაობა მშველის უკვე აღარაფერი ქვეყანაზე აღარ მშველის. ისე დავიწვი, რომ აი რა გითხრათ. უკან მიდის ვარხალალა ამბები მარიკოსთან. ახლა ამას მე მივაგორებ მალე ქალბატონს. მე კარგად მახსოვს ერთხელ ასე რომ ჩავწერე ვიდეო რა დღეში ჩამაგდეს ღმერთო და რამლანძღეს აი რავი დღემდე მახსოვს რაღაცა ნაკბენივით ეგამბავი და თუ კიდევ მიყურებთ ახლა მაშინ არ ვიყავი მზად და ახლა მზად ვარ იმისთვის რომ თუ მალანძღავთ გამეღიმოს ან ძალიან ჭკვიდან არ გადავიდე ყოველ შემთხვევაში ამის გამო და ზოგადად დაგეზაროთ ხალხოს ხისილანძღვა ტელეფონის ადგილას მიდეს ოდნავ რომ შეირყეს ფანჯრის ის ბაიმე აი მას ვუყურებ ხა ჩათვალეთ რომ ეგრევე გასარეს ჭურჭელშია თავით ჩემი ტელეფონი ჩარჭობილი და მე მივიდეთ რასაც სამთო კიდავლი ყავთ ხშირა აღარ დამიფრია და უგზნობ რომ აღარც მინდა აი ახლა დღეს აქ მაგრამ მაინც აი მე ნაგავი გავზრდე ხალხო არ გენახოთ აი დარწმუნებული ვარ რომ იმას იზავენ რომ მოვახვალდილით დასუფთავების მანქანა იტყვიან რომ ნეტა ესეთი ოჯახის არის გამიშტერდებიან წავიდეთ ხა სახეზე რამე წავისვათ იმიტომ რომ სანამ ნოტიოა ჯობესი ახლა წავისვათ ყვებავი და რა ვიცი რაც გვაქვს თვითონ ქალური რაღაცები წავისვათ აჰა წებო ამ წამს გამოვიდი აბაძაინა ეს უნდა წებო ვეღარ ვიძრობ წებო ხო სოფელში მაგ მხრივ კარგია ხვალ მივდივარ სოფელში ისევ მამას მიყავარ თორედ ძალიან გადავიხურკეთ უკვე აქ ეს ერთი კვირა მე 14-ისთვის უკავდა ჩამოვიდე იმიტომ რომ შემიძლია შვილი მომდევნოს მე ისე წავიდე 17-ში ალბათ ან 19-ში იმიტომ რომ მე არის ჩემთვის 40 და უკვე ცნობილი რაღაცეები და ისე გავიდა ხალხო ეს საფხური ჩემთვის რომ ფაქტობრივად სექტემბერი რომ დადგა ვიტყვი რომ სულ გზაში ვარ ეგრე გამომივარ აი მართლა სულ გზაში ვარ აი გამოკიდებული ვარ გზადაში ვარ რასაც ქვია აი კიდე კაი რომ ახლოს გვაქვს სოფელი და თან შურს არ გვიწევს ნუ ფიზიკურად ასე შურს რომ ვიყოთ ვერ ვივით მალ-მალ ეგარი გამორიცხული ახლა აი მაგალითად ეს სტაფონი ახალციხე ხო რა ხელა გზა ახლა 3-4 საათის სავალი გზები მასე ვერ მარა აქვე არა და ჩავბივად ჩამოვრბივართ ესე რომ თქვათ მე უნდა გავიგიაო თორე უკვე აღარ შემიძლია ადუღდი ახლა რამენაირად ხო და ის არის მერეც ჩამოვდივარ უკვე სამსახურში უნდა გავიდე 29-დან 30-დან არ ვიცი ასეა რა მე შემიძლია თამამად ვთქვა რომ ამ საფუძს არ დამისვენია ჩემთვის დასვენება ასოცირდება როცა ხიზაბავრაში ჩემს ბებოსთანაც მივდივარ იქაც რო არ მივდივარ და ჩემთვის ზაფხული არ არის ახლა კი აქ 3-4 გვაქვს ისეთი სიგრილეც გვაქვს და ყველაფერი მაგრამ ჩემი ცხოვრების რუტინა იმდენად არის სოფელი ჩემი დედულეთი რომ იქ ვერ მივდივარ რაღაცა ეს მომსროქვია დანაკლისი სერიოზული თან აი სერიოზულესი ეხლა ვფიქრობ მთელი წელი ხო ვეღარ წავალ ხო და აი რთა ჩამოტეხილი ადამიანის ის მაქვს რაღაცა შეგრძნება წავედი ყავა დავლიოთ აიმე ესე იგი პირველი რაც არ უნდა დამავიწყდეს და მაგიდაზე მიდის
არის ეს, რომელიც სოფელში არ ვიცი გაფუჭდა და უნდა წავიყო, იმიტომ რომ ეს რომ დამჩეს ადამოკლავს, ცივ-ყავაზე ვართ შემჯძრები, დღეში ერთხელ მაინც მივირთმევთ. ეს ვაიმე მიშველი არ გავფუჭო. ეს მოშორებული უნდა იყოს ამას თუ მიამოვწიე, არ ვიცი. ეს ფაქტობრივად ახალია გოგო, სულ რამდენჯერმე მაქვს გამოყენებული. აქ რო ჩამოვედით, ვიყიდე ესეთი უწყლუწყლული ტექნიკა და რავი, მის მერე ესე ამდიდად აღარ დამილებია. თუ მაქვს ხოლმე ბერძნული რძე, მაშინ ვსვამ ხოლმე სახლში და კაიხანია სხვათა შორის ბერძნული რძები აღარ გამოუგზავნია ზაკოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ხანია აღარ დამილებია. და რაღაცნაირად სოფელში ძალიან მესია მოვნა რო დავლიე. ოღონდ თუ ნაყინი მაქვს, იმ შემთხვევაში მიყვარს ამის დალევა და სხვა შემთხვევაში სიყვარულს მაინც არ ვეტანები, ასე რომ ვთქვათ, ნაყინის გარეშე იშვიათად, მაგრამ თუ რძე მაქვს, ნაყინის გარეშეც გადასარევად შემიძლია რომ მივირთვა და ერთი სული მაქვს, სიმართლე გითხრათ, როდის მოხვდები საბერძნეთში, ჩემი საყვარელი ყავა მივირთვა კრემითი საოცარი გემო, რომელიც რა ვიცი, დღემდე მაქვს რეცეპტორებში დამახსოვრებული. ერთი სული მაქვს, ეგეთი მაგარი, ანაკ აღმოვაჩინო სადმე, ეგეთი მაგარი გემო, ჯერჯერობით ძიების პროცესში ვართ. მოგიხსენებათ. ასე ცოტა შევიშროთ, ვაიმე ძალიან ისე მაქვს კამერა, მაგრამ არ მინდახავთ თლად ეს მაჯები ბოლომდე გადმოგილაგოთ აქ და თლად არავისუალურად გამოვიყურებოდე ისედაც არა ვარ მოწოდების სიმაღლეზე. კაი, ამას ეყოფა. ცოტა იმას იზავდა. ვაიმე რა კაია. ხო და ასევე ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ ჩემი მოსაზრებები დაძმობაზე ძალიან დადებითი აღმოჩნდა თქვენთვის, რაც მგონია რომ აბსოლუტურად ნორმაა და ძალიან სასიხარულოა, რომ ძის ურთიერთობა ასე გესმით და ანუ სხვანაირად უბრალოდ არც ვიცი როგორ უნდა გვესმოდეს. ძალიან გამიხარდა, რომ მოკლედ ეს ყველაფერი თქვენს გაიზიარეთ. თვალის იგუწასასმელი. სულ ვამბობ, რომ არის идеალური ჩემთვის, ძალიან მომწონს, მაგრამ ნუ აი მართლა იმდენთ იშვიათად ვიყენებ და რატო გადავწყვიტე, რომ იშვიათად უნდა გამოვიყენო, გონზე არ ვარ, როცა ასეთი კაი პროდუქტი მაქვს. რა ხდება დედიკო, მანდ თლად კარგ რამეს აკეთებ, ვითომ? შენი საათია და ეხო. ასევე კომენტარი იყო, რომ კარგია თუ ცოლქმრობაზეც ჩავწერ ვიდეოს და უამრავი ვიდეო მიდევს, მაგრამ არ დამეზარება. და როცა მოვიცლი, რა არის დედიკონა? ხო, დამიდე, მადლობა დე. აუცილებლად ასე ვთქვათ, ჩავწერ რა ჩემი აზრით რა უნდა დათმოს ადამიანმა, რა უნდა აპატიო თუ რა არ უნდა აპატიო თუ მოკლედ რაღაცნაირად აუცილებლად ჩაგიწერთ ამაზეც ვიდეოს ცოტა მერე ოღონდ. აუცილებლად ძალიან დავიღალე, საშინელი საფხული იყო, არც მინდა, ანუ გააზრება იმედენად საშინელი იყო ემოციურად ჩემთვის. ძალიან. ხო, ну მოკლედ ეს აღარ უნდა მეტეხა ამას. რამდენჯერაც დავიწყებ ხოლმე, წასვას მახსენდება რომ წერთ ხოლმე ნელა, ცოტა ნელა. მაგრამ ხო ველური ვარ და ნელა არ შემიძლია. ეს ლორიალის არის გოგოებო და რავი, ჩემთვის ძალიან კაი თვალისებური წასასმელი. მაგრამ ლორიალი რაც მე მინდა, ისეთი ძვირია ფასდაკლებაში არა და არ ხვდება ის კონკრეტული. და ხო ასეთი ზედაპირი აქვს. და ძალიან ბრაზდები, რომ ხალხო განა ვერ ვიყიდი, ეხლა ისე გამოდის რაღაცნაირად, მაგრამ განა ვერ ვიყიდი. 65-70 ლარამდე თუ 73 ლარამდე იყიდი რა. მაგრამ რაღაცა სხვა პრიორიტეტები რომ მილაგდება მერე, ეგ არის თორე. რათა სისულელეში ვიშება დამხარჯო დღეში მაგდენი.
ცოტა შემაშეს თუ როგორ ძალიან ცუდად რომ ცხელა საშილად. უი, ამ ბოთლის გადაგდება და მავიწყდა. დედი, მე დაბლა კარი ჩავკეტე, გასაღები ამოვიტანე საყვარელო, აბა ნახე მან დედიკონა. გარაჟის კარი ჩავკეტე, ნეტ. ამან გასაღები არის რამე? არ არის? მიშველეთ ერთი წუთი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ნაგავი გავიტანე, ნუ იტყვი და სახლში ნაგავი დამრჩენია კიდევ. კარი ჩაკეტელი მქონია კიდე კაი დაბლა, მაგრამ კაი დანარჩენს. რამეს უზავს რომ მამა ჩემი გაიტანს, ან თუ არ დამეზარა მე გავიტან. მაგრამ ეს კარები ჩაკეტო გარებები მეზარება ადრე რო დაბლის ბიჭები, ჩემს სულ ვახსენებ კარგესი ბიჭები ყავდა ამდენი წელი, ნუ ჩვენი ოჯახის წევრები რა, გული ჩამწყვიტეს რო გადავიდნენ. არ მქონდა ხოლმე მაგის დარდი, მე თუ რა ისინი ჩაკეტავდნენ და უბრალოდ ჩაკეტე რა კარი დავწახებდი ხოლმე. ეხლა არ გინდა ენდო ვინმე და შემოუშვა სახლში და მოკლედ. ესეთი ამბავი, ყავა მინდა არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ჩვევა მაქვს უკვე რა სისულელე რომ უნდა დავლიო, ამდენი ყავა 4 ჭიქა რა ამბავია. მაგრამ რო გითხრათ რომ 4 გამომდის, სრულად ალბათ 3 გამომდის, ანუ 2.5, იმიტომ რომ ნახევარს ვისხამ ხოლმე და კიდევ ტოვებ და მე მგონი 4 კი არა, საერთოდ არ გამოდის რეალურად. რა იყო დედიკო, შენ რისი წამოღება გინდა ხვალ სოფელში გადმოილაგე ყველაფერი. დილით ვერაფრით ვერ დაიწყებ ბურდღიალს, იმიტომ რომ 8-ზე ვდგებით, 9-ზე მანქანაში ვსხედვართ. ამიტომ ვიცი, მე რაც ვიცი. ხო, მაშინ გადმოილაგე დედა, რისი წაღებაც გინდა, კაი? მე მიშველეთ. არ წამძო? შენ თუ გინდა უნდა წაიღო კი. იდე. რაც გინდა წამოიღე. ხო და ესე იგი, ვინც აჭარის მხარეშია წასული, აი ხალხი არის უბრალოდ შოკირებული, ისეთი ამინდები იყო. ანუ აი ხალხს აქვს იმედი გაცხრებული კი არა, აი რავი რა გითხრათ. ამდენ ფულს რო ხარჯავ, მიდიხარ ის და საბოლოოდ წვიმს, კატასტროფა. მთაში რო ხარ კიდე ნახე, ანუ მთაში ხარ გესმის და ეს რაღაცა რომ წიწვიმოს არ გაქვს რა, აი ძალიან ისეთი რეაქცია არ გაქვს და ზღვაზე რო ხარ სადაც უნდა იცურავ და გაიზაგრო და იყო ერთ ამბავში და ამ დროს ოთახში ზიხარ, ანუ გინდა აჩუს ტემპერატურა შეიძლება გავიგო? მიდი, ჩაიცვი სიყვარულო თუ შეიძლება სწრაფად. უჩვენოთ, ნუ და არ შემიძლია ვერ ვიტარო დადიხარ. ჩაიცვიდე, წარმოიდგინეთ რა დღეშია ხალხი. ზოგს ერთი კვირა რო აქვს შეპულება, ზოგს 4 დღე აქვს იმისათვის რომ ზღვაზე წავიდეს და აქედან 2 დღე რო წვიმს და მესამე დღეს გზაში ხარ უკვე და მოკლედ რა, ძალიან რთულია რა. უნდა გაგიმართლოს, აი შეიძლება პროგნოზი ნახო, ჩახვიდე და საერთოდ სხვა რეალობა დაგხვდეს ანუ. ანუ ამდენი პეპელა სახში რატო ხო არ იცით? არ ვიცი. მერტვი. პირის კლაპონი. ის სად არის? ქაღალდი სად არის დედა რომ მოხიო? მე მიშველეთ, სად წავიღე შვილი? არ არის მანდ? ეს არა. სად წავიღე შვილი რულონი მხელა? დიდი. ხო. კაი მერხელები დაიბანი, არ ვიცი მაშინ. მაღლა ხო არა ვიტანი. აი გაბა ხალხო სისულელე ჩვედა ხა გეტყვით რა. ხან ავიტან საპირფარეშოს ქაღალდს დავტოვებ მაღლა. არ და რა თქმა უნდა როცა მაღლაც არის. აი რა ვიცი, უნდა გავიყოლო მაინც. ხან რა მაქვს, აი არ ვიცი. და მე რჩება. ეხლა მაგითაც გონზია რომ საწავიღეს ხელებში, არ ვიცი მართლა არ ვიცი. დღეს კარტოფილის ხინკლის დღე მოვაწყე, მინდოდა მამა ჩემს რაღაცა ისე ეჭამა. რამე ხო და იმას ქენი რა ქვია. გავაკეთე. ხამე იყო უკვე 9 ხდებოდა თუ რაღაც.
დაუძახე ჩამოდინოთ ხარი. ხო და ამდენს ვერ მივირთმევ ახლაო და წაიღო მე ხვალ დარჩება ხოლ გაიწბობს და მიირთმევს. აღარ ვერ გადავიღე, იმიტომ რომ აი სუფ ჰოპ აიგრე ვაკეთე და ვერაფერი ვერ გადავიღე საერთოდ. თან ისე ვიყავი რაღაც აი ძალიან დამტვერილი და რაღაცა ჭუჭყიანი. ქვილი აი ყველაფერზე დრო გაყრია ხო იცით ეგრე. არ და მინდოდა იდეაში გადაღება, მაგრამ სხვათაშორის მივხვდით იმისა, რომ ცოტა ჩვილი ცომი გამომივიდა. აი კარტოფილის ხინკალზე მაინც ახლა მაჯების ატკიებამდე არ ვზელ ხოლმე სიმართლე გითხრათ, ხა ცოტა ისიც რო იყოს არა უშავს რა. ხო და რაღაცა მერბილა ძალიან თითქოს. მივხვდით იმის, რომ მაცივარში დავასვენ 1-20 წუთი, მაინც ვერ არა, რაღაცა მერბილა და ყველაფერი რიგზე იყო. მაინც ყველაფერი. მე არ მიყვარს ზოგადად რბილი ცომი ხინკალში, ნუ გულისხმობ აი ხორცის ხინკალში მაგალითად. ვარენიკებს დემეს არ გულისხმობ. არ მიყვარს, იმიტომ რომ აი ნებს რო უკეთებ ხო, მოპრუჭნულები ეგეთი ლამაზი არ არის და რო ჩაკბეთ არ მომწონს რა. ნუ მე თუ ვაკეთებ ყარი მინდა რომ გავაკეთო და სხვაგან ეგრბილიც მიყვარს და მომწონს. ხინკალი რომ მიყვარს. თუმცა მყარცობს მაინც უპირატესობას ვანიჭებ, თუმცა მაინც ამბობენ ხოლმე რომ ამდენი ზელვა და ის ჯუბია გააკეთე, მაგრამ თუ ვაკეთებ არამ გააკეთე რა. ბებო ამბობს ხოლმე რომ ჩემ ესეკეს რო გახდები ეგო აღარ იქნება რომ აუცილებლად მაგარიცენ ფიზიკურად ძალა აღარ გეყოფა მაგის. ის გადამყოფნის მოდი შევეჭიდოთ მთელი ძალით. ძალიან მიყვარს ესე ყველის ხინკალი. ჩვენთან აკეთებენ აი რესტორანებში ხო გინახავთ ყველის ხინკალი, ჩვეულებრივი ხორცის ხინკალის ზომა ან ცოტა პატარები რო ჩვენთან აკეთებენ აი ამ ხელებს. ცოტა სუდებენ და მოპრუჭნული აი პაწაწუნებს აკეთებენ და ოღონდ აი ხა იმდენ ნაუჭს არ უკეთებენ, რამდენიმე ადგილას რომ თავერეს შეიკრას რა და არ გადმოვიდეს ეს ხარშვის დროს ეს ყველი რა. აი თუ რა ამ წელს ეჯენებში წავალ სხვა დროს სამოვხვდები იქნებ გავაკეთოთ და თქვენ გიყვართ ძალიან მაბლოგების ყურება, ხიზაბურის ბლოგების ყურება, სადაც ბებო ძალიან აქტიურია ხოლმე. წინა წელს თქვენ იცით რომ ცოტა ისე იყო ბებო. არ იყო აქტიური რაღაცნაირად. ხოს ნერვები არ ყოფნიდა ვიდეოების, თუმცა მაინც ხანდახან რაღაცებს გამოვტყუებდი ხოლმე. ავქნა მიყვარს სადაც ხარს ხედავ ძროხას, ბაც, ქათამს, ღორს, რა ვიცი, მიყვარს ეგეთი სოფლები რა. იმის სუნზეც არ მაქვს კაცო გართულება, მე სპეციფიური სუნი რო დგა არ მაქვს გართულება, იმიტომ რომ მიყვარს. მე რომ მყავდეს არაკაცო. ესე რომ ვუყურებ თვალს როგორ სიამონებს ისეთ ხალხო, აი ეს ხრის ნაკადი რომ მოდის ხოლმე მწყემსთან ერთად და ისეთი ჩემთვის არის ისეთი სასიამოვნო დასანახი, ისეთი სასიამოვნო დასახი, ეგრევე კამერა მაქვს ჯართული. მე გიშდები ძალიან მიყვარს. ძროხები, ზოგადად რა ძალიან მიყვარს. რო გითხრათ რომ არიქა და მოვიმრავლებ და რაღაცა მოგატყუოთ, მაგრამ მიყვარს ძალიან ეს შორიდან მეტრფი. ეხლა ფიქრობ აი ძალიან ახლოს გაქვს ხო გვაცა სოფელი ჩემთვის ვეუბნები. და რამე რო იყოს, არაფერი იქნება, მაგრამ რამე რო იყოს, ხო? აი რას მოიმრავლებდი ასე რომ ვთქვათ რა. და სხვათა შორის ჩემმა დედამისმა მითხრა რომ ადრე ყავდაო ინდაურებიო, აი რა ვიცი, ძალიან მაღლები დიდებიო რა. ოღონდ ზამთარში უკვე კლავდნენ. ანუ ზამთარში მაგათი შენახო ძალიან ის არის. და ზამთრამდე უზრდიდი თუ ისე მალე იზრდებიანო ეგენიო და ოღონდ უნდა აი მაგარი დევნა უნდა, ნუ აი არა ვიცი რა, რო ყვებიან ხოლმე.
მეთქი ვაიმე. ანუ ძალიან დევნა უნდა რა. მაგრამ 15,000 თუ რაღაცა ვიყეთო, მე გეუბნებით, რა ვიცი, ჩემი მეუღლე ბავშვი იყო იმ ამბავს. არა, ბავშვი არა, ну, სკოლა დამთავრებული თუ რაღაცა ეგ პერიოდები იყო რა. ხო, კი, კაცო სკოლა დამთავრებულები. ხო და ძალიან ის არის საწოლებელიო რა. ეხაც მომგებიანია ინდაური სხვათა შორის ძალიან თან, მაგრამ ნუ ინდაურს ლაპარაკი ახლა ზედმეტი რო მაგას არ უნდა თქვა. ხო, აი კიდევ რას იმას ვიზავდი მე. ალბათ ერთადერთი ფრინველს თუ ვიყოლიებდი, ოღონდ მე როგორც მინდა ისე რო იყოს. და რას ვგულისხმობ? ძალიან მომწონს ქათმები რო ყავთ, აი რო გამოდიან და თავის ჭკუაზე რო დარბიან კი არა, სადაც უნდათ. ესეთი მომრგვალებული ან ოთხკუთხედი რაღაცა სეტკები რო და იმაში რო დადიან რა და სხვაგან რო ვერსად ვერ გავლენ და ვერ გადაფრინდებიან და რა ვიცი არ დააბინძურებენ ეზოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ იმაში რო დადიან თავის ტერიტორიაზე რა, ეგ მომწონს ძალიან, მე წყლის ისინიც რო გაკეთე, ანუ ძალიან მომწონს. ეგრე ვისაც აქვს გაკეთებული რა, ანუ გამოდის რომ ბიზნესად გაქვს უკვე დაწყებული რა, ეხა ეგრე თუ გაკეთებული და აღჭურვილი ყველაფერი. ძალიან კარგი ამბავია მოკლედ ეგ. ოღონდ თუ მოკიდებ ხელს სული ქუნდა იყო რა თქმა უნდა და ხათაში ერთხელ ჩააკითხო ქათამს და როგორ ახარ ეგრე არ არის. ერთადერთი ალბათ კიდე მაგას იქ რო ცხოვრობდე ვიყოლიებდი და მექნებოდა ჯონჯლის ბაღები. იმიტომ რომ ჯონჯოლი არის ის, რაშიც იშოვება კი ბატონო ფული, არ ჭირდება დიდი მოვლა. სულ წელიწადში რამდენიმე დღე უნდა დაუთმო და ეგ არის თავი ბოლო. ჯონჯოლს ვაპირებთ მომრავლებას, ცოტა მეტის, გადარგვა ხდება სექტემბერ-ოქტომბერში. უნდა წავიდეთ მერე და ძალიან მარტივ გასამრავლებელია. დაალოდო მერე გაიზარდოს და ასე შემდეგ. გამრავლება ზოგადად ძალიან მარტივია ჯონჯლეს ხო ვინც იცით დამეთანხმებით. ეს ორია ალბათ აი იქ რო ცხოვრობდე, რასაც გავაკეთებდი. თუმცა იქ რო ცხოვრობდე, ჯონჯული მაინც შეგიძლია რომ მოამრავლო. ქათამი რა თქმა უნდა, ხო? იქ თუ ახლა ლაპარაკი ზედმეტია და ახლა ჩემ დედამთეს ამხელა იმას ნამდვილად შრომას არც იმას იზავს რამდენი ფრთა ქათამი უნდა რა რო გიღირდეს რამეთ, ანუ ხვდებით რამდენი უნდა ყავდეს და ასისულელესაც შეუძლია ამდენი იმის დატვირთვა და ანუ ხო, ეგ არის რა და შენ კიდე სადივლი ხარ ყოველწუთას. თუნდაც კვირაში 3 ჯერი ვერ ვივლი და 4 ჯერ ხო? ასე რომ შევინმე აიყვანო მაგალითად, მაშინ უნდა ქონდეს ფერმა. თითესი რაღაცა გიღირდეს კიდე. ასე იქ ცხოვრობ კიდე შეგიძლია თან ადგილი თუ გაქვს ყველაფერი გააკეთო რა. იმიტომ რომ მაინც კარგად ახსოვს რა ბოლოსად გავჩერდი ახსოვს ვაბობდი, მაგრამ მომგებიანია მოკლედ. ბატი რო განვიხილოთ, ბატი საკმაოდ ძვირი ღირს. და ძალიან მიყვარს, ოღონდ ესე ბატი რაღაცა ჩახოხბილივით და რამე ჩვენ არ მივირთმევთ. მე არ ვსვამ ჭემ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მივირთმევთ გამომშვალს, დამარილებულს ხინკალში, ოღონდ გამუტარებულში არა, რა თქმა უნდა, 8 ბატი არ გიყოფა, მასე რო გააკეთო. კუბებად იჭრება, იდება პატარა ცომებში და იხარშება. ოღონდ აი როგორც კახურ ხინკალს რო ეძახიან და რო თურდინა თუშვი არ ჩაყრი დიდებს და წყალში ეგრე არა. პატარა ჭურჭელში უნდა მოხდეს მაგის მოხარშარი უგემრიელესი ჩემთვის, ხა ჩემი მეუღლის მაგალითად ისე არ მოეწონა, კიდე რამ ცუდად გამიხდა ერთ. პატი მიქცეს რუსთავში ჩემო ბიძაშვილმა, მე მაგალითად ვგიჟდები ისე მიყვარს და ვერ ჭამა კი არა, რა ვიცი. მეც კი თქვა მომიყეშე ვერ ჭამებ ხარი შენ მომეცია. არ შეუძლია არ მოეწონა.
ჩვენ ახლა იქ მაგაზე ვართ გაზრდილები ალბათ და მაგიტო უფრო გვიყვარს და პატი მე მეშინია ძალიან და შანსი არ არის. ნუ ღორებს იმაზე არ ვლაპარაკობ, ხა იქ რო ცხოვრობდი, მაინც არ მეყოლებოდა იქენი. ერთ-ერთი ალბათ ქათამი სიამოვნებით მეყოლებოდა და ძროხა თუ იქნებოდა ვინმე რომ მეყიდა და მას მოევლო და რძე გაგვენაწილებინა, ხა ჩვენ სოფელში სხვაგან არ ვიცი როგორ არის ხა, მაგრამ ჩვენ სოფელში არის ასე და ბევრგანაც გამიგია, რომ ვიღაცებს რო ყავთ ძროხები, შენ შეგიძლია რომ მიუყვანო და რძე იყოფა მე რაღაც ერთი კვირა შენთან არის, ერთი კვირა მასთან, რაღაცნაირად არის რა, მოკლედ ხა მართლა არ მახსოვს ეგრე. ნუ ისიც ხირში, ასე რომ ვთქვა და შენს. აი ეგრე სიამოვნებით ვიყოლიებდი. რძეც მექნებოდა, ყველიც მექნებოდა და ვიყოლიებდი. ხო, მეც არც არაფერს არ განვიხილავ პრინციპში, რომ შეიძლებოდა მყოლოდა. ღორები ერთი პერიოდი ძალიან ბევრი ყავდათ და რაღაცა ვირუსი რო შემოვიდა და ამოწყდა ამდენი ღორი ერთიანად, აი მაშინ მას ვქენითო რა ქვია, გადავყარეთ, იმიტომ რომ არ შეიჭროდა რა თქმა უნდა და მოიწამლებოდა ადამიანი. ეს ამხელა უზარმაზარი ღორები, მარტო ჩვენ კი არა, ანუ ზოგადად სოფელში მე საქართველოს გადაყარა მაშინ. და მის მერეო მამამისმა დაიფიცაო, რომ სამსახში ღური ვეღარ შემოვავ და რა მის მერე ღური ვიკარავის აღარ უნახავს. იმ ხელა ზარალი მიიღეს რა. ღორი ძალიან ბინძური, ანუ აი ისეთი სუნთქა სადაც არ უნდა ყავდეს და როგორ სისუფთავესაც არ უნდა იცავდე, აი ღორი ძალიან ბინძურია რა და არ მეყოლებოდა. ერთი მეშინია, ანუ ღორს ესე ვერ მიუახლოვდები და რაღაცა, ძალიან მეშინია. ნუ სხვა ზემაზე არ ვლაპარაკობ, რაში გამოვიყენო გეხვეწები, განარამდენო მოვიმრავლო ახლა მე რომ ანუ ერთ-ერთი სოფელში ვცხოვრობ და მეყოლებოდა ქათმები ბევრი. პეჭეჭუნა წიწილები და აი ხუნხულები რო არის უსაყვარლესები. ხო, ეგ მეყოლებოდა და აი ეგ რო წოდო ბიზნესადაც კარგად ვაქცევდი, მაგრამ აბა იქ არ ვცხოვრობ. დედა შემენთო. ცეცხლი შემენთო. ისენ ცხელა ცეცხლი შემენთო. ბოლო დროს აქტიურად ვსაუბრობ სოფელზე და ბევრი მეკითხება, შენ ვიკითხო რა პირებ გადაცხოვრებას და გადაცხოვრებას რა თქმა უნდა არ ვაპირებ, მაგრამ ახლა მეტად ხშირად ჩავალთ, იმიტომ რომ ჩემი დედამთილი ახლა უკვე მარტო იქნება. წამოსვლით არსად არ უნდა წამოსვლა. შესაბამისად ისმა ოჯახმა უნდა ვიაროთ უფრო მეტად ხშირად, ვიდრე თქვა აქამდე მივდიოდით რა. ასე რომ ალბათ უფრო მაგიტო ვსაუბრობ ხოლმე რაღაცნაირად ხშირად. ეს კი ანა არის ხა სოფელში. ეს სამდღეს ჩამოვალ თქო და სავარაუდოდ სამ დღეში ფიქრობდა რომ მაინც ვერ ჩავიდოდი და მეც რომ მივხვდი ვერ ჩავიდოდი და მე 6 დღეს მივდივარ და აი დღეს უკვე ვიდეო ჩამიწერა აი ამ სიგრძე. სათხარ ჩამოდი დროზე. უფრო მეტად ვერთობით რა თქმა უნდა, როცა მეც ვარ და ისიც რო არის, ვიდრე ვთქვათ, რომ არ იყოს ან ის ან მე რო არ ვიყო რა ესე და ასე რომ ხვალ დილი თვე წავალთ რომ ძალიან საცობში არ მოხვდეთ და ასე შემდეგ. ჩაგვიყვანს მამა, მე ძალიან მეშვება მამიკო. ძალიან არ ჩართულობ წაყვანა მოყვანაში რომ არ დაიღალოს ბავშვი. ხო და ეს რო ამყავდეს, აი არ ვიცი, ვინ წავიყვანდა ხამდენჯერ ხო არ იცი ვერავინ ხო და მომიწევდა მარშრუტკი წვალება. ასე ხშირად ვერ წავიდოდი ოღონდ გამორიცხულია. ვაიმე. ანუ მე არ ვიცი ვინც სულ თბილისში შემორჩით როგორ ცოცხლობთ, იმიტომ რომ მე ვერ ვცოცხლობ. აი უკვე
2 დღე სხვათა შორის საერთოდ არ დამცხა, იმიტომ რომ აი სიგრილეები რო იყო ხო იცით ეგ დაემთხვა. მე მესამე დღეს ცოტა დამცხა და ახლა უკვე დამცხა. ხო და სოფელში წინდებით მოძრაობს ქალბატონი. წელს ნათიც მელოდებოდა ერთად უნდა წავსულიყავით სოფელში იქ და ძალიან მენატრება იქაურობა, მენატრებიან, ყაფელანი, აი ყველა კენჭი, ყველა სახლი, სახურავი, აი არ ვიცი, ჩასახვევი თუ ასახვევი ისეთი ძვირფასია ჩემთვის, აი ტკივილამდე რაღაც რო გიყვარს და ტკივილამდე რო რაღაც გენატრება, ზუსტად ეგრე ვარ, აი ჩემი გონება რო იქ არის და დაფრინავს, ზუსტად ეგრე ვარ. შეგულება მქონა ხოლმე იმდენ ხანს მარტო ზეიმებზე როცა ვიყავი ხოლმე რომ ზამთარშიც მივდიოდი სოფელში, მაგრამ ახლა თორე სიამოვნებით წავიდოდი ზამთარშიც. ეხა იქ რა უნდა აკეთო სახნაგად ვერ გამოხვალ, მაგრამ ისეთი თოვლი და ისიც ისიქ. ეგეც მიყვარს ბებოსთან მაინც ვიქნებ. მაგრამ ეხა რადგან ჯგუფშიც ვმუშაობ, მაქსიმუმ 3 დღე მქონდეს ზამთარში დასვენება. ასე რომ ვერ სადაც ვერ წავალ, ვერ ზამთრილში ვარ და 1 წლით ასე თქვა დავემშვიდობე. ბებოსაც ველაპარაკე და მეთქი, წამწყდება გული ბებო, მეთქი. წელს ასე მოხდა სამწუხაროდ დავკარგეთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი. მომავალ წელს იცოდე მეთქი რომ არ დაგტოვებ და აუცილებლად ჩამოვა. წავედი ახლა ნელ-ნელა დავწვე, დაცინებით ჯერ ვერ დავიძინებ აზრი არ აქვს, მაგრამ დავწვე. მაგრამ ისე მცხელა საწოლშიც ვერ ვისვენებ, ანუ ისე ცხელა ჩემთან რომ მოურწყე ყვავილები და 3 დღეში ერთხელ უნდა მოურწყო და დავუბარე მომჩეს. ყოველ მესამე დღეს მოურწყები ვთქვი ყვავილები. რამდენი დავაწყავ და მამა ჩემს აქ ჩვევა ხალხო ერთ ქოთანს უსხამს, აი რა ვედრა როა იყოს დიდი ხო იცი მაგდას და მეთქარი მამა ჭიქით ვედროები არ გვინდა. აი გემშვიდობებით დროებით.